მე-12 განზომილება არის ის რეალური სამყარო, სადაც ნამდვილი სიცოცხლე მიმდინარეობს, სადაც ნამდვილად რეალურად ვარსებობთ და საიდანაც იწყება ქვედა განზომილებების სამყაროების შექმნა. იქაური ცხოვრების წესის და ტექნოლოგიების აღწერის ყოველგვარი მცდელობა უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს არის ღმერთების თუ ნახევრად ღმერთების, მეტატრონის, მთავარანგელოზების, სრულყოფილი არსებების, ისეთების, როგორადაც ისინი წარმოგვიდგენია სამყარო. იქ ჯერ კიდევ არ არის ასტრალური სხეული, ამის საჭიროება უბრალოდ არ არის. ენერგია უწყვეტი და ინტენსიურია, შესაძლებლობები კი ამოუწურავი. ასეთი სამყაროები უამრავია კოსმოსში, ჩვენთვის ნაცნობ თანავარსკვლავედებზე, ჩვენივე გალაქტიკაშიც, მაგრამ არა ჩვენთვის ნაცნობ და ხელულ სამგანზომილებიან სივრცეში. მას შემდეგ, რაც სული სხეულით შეიმოსება ამ სამყაროში, იწყებს თავისი შესაძლებლობების გამოცდას. მისი საშუალებები, როგორც აღვნიშნე, შეუზღუდავია, მაგრამ სანამ შექმნას დაიწყებდეს, გამოცდილება უნდა მიიღოს, ანუ გაიაროს ქმნილების ყველა ის ასპექტი, რისი შექმნაც მას შეუძლია. ამიტომაც იწყებს დაბლა დაშვებას. ამისათვის სული, უпроსტად სულის ცნობიერება, ტოვებს სხეულს. მთელი ინფორმაცია განთავსებულია მხოლოდ ერთ ფიზიკურ ატომში, რომელიც უცვლელია ყველა განზომილებაში და სულს ყველა ტრანსფორმაციისას უცვლელად მიყვება. ასეთი გამოცდილება მიღებულ სულებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ ღვთიურ საწყის, ან იწყებენ მსახურებას, რომელიც მრავალგვარია. უმეტესობის ალბათ ვერაფერს გავიგებთ, მაგრამ ერთ-ერთი და ჩვენთვის საინტერესო არის ქვედა განზომილებების შექმნა. ასეთი სულები იწყებენ ახალი სამყაროების შექმნას ზემოდან ქვემოთ. შექმნა იწყება ზედა სამყაროს ანალოგიურად, მაგრამ თავისთავად ნაკლები ღვთიური ენერგიით შემდეგ ამ შექმნის სამყაროში ჩამოდიან. აქედან ისევ იწყებენ ქვედა სამყაროების შექმნას. წარმოიდგინეთ, კიბის ზედა საფეხურზე დგახარ, ქვედა კი შენ უნდა დააგო, რომ ჩამოხვიდე და ასე შემდეგ. სანამ ბოლო საფეხურამდე, ანუ ჩვენნაირ ფიზიკურ სამყაროში არ დაეშვები. და აქედან ისევ ზემოთ იწყებენ ასვლას, უკვე მათივე დაგებული საფეხურებით. ჩვენ ახლა ერთად ასეთ აგებულ სამყაროში ვცხოვრობთ. ეს სამყარო ჩვენ არ აგვიგია, ჩვენ მხოლოდ გამოცდილების ნახევარი, უпроსტად თითქმის მთელი გამოცდილება გავიარეთ. ოღონდ უკან, ისევ იგივე საფეხურებით, მაგრამ გაცილებით ნაკლები ინტერვალებით უნდა დავბრუნდეთ. ის სულები, ვინც გაიარეს მთელი გამოცდილება, ეს სამყარო შექმნეს და ჩვენი მეგზურები არიან ამ სამყაროში. მელქისედეკები არიან. უпроსტად, მელქისედეკები ისინი არიან, ვინც განვითარების ორივე დაღმავალი და აღმავალი გზა გაიარა. შემდეგ სამყაროს შექმნაში მიიღო მონაწილეობა და საბოლოო მსახურების გზად ამ სამყაროში განზომილებათა შორის მოგზაურობა მოძრაობის მოწესრიგება დაიკისრა. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია